მარტივი კითხვა მექნება, მე ამ შესავალ ტექსტშიც მოვიყვანე თავად მაღალი იერარქების მიერ გაკეთებული განცხადებები ამბიონიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა ჟურნალისტმა კითხვა და უპასუხა, არამედ მათ ქადაგებისას თავად თქვეს, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს, არავის მივცემთ ამის უფლებას, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი პროცესი და ასე შემდეგ. საერთოდ რატომ დგას საკითხი დღის წესრიგში, რომ ვიღაც შეიძლება ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევაში? მე ვფიქრობ, იმიტომ ალბათ დგას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მთელი ქვეყანა როგორც პატრიარქის დაკრძალვაზე გამოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა არის, ესე იგი მისი მადლიერი და მივიდა და ფაქტიურად თავისი სიყვარული გამოხატა პატრიარქის მიმართ, ბუნებრივია, რომ ეს მთელი ქვეყანა ისევ დაინტერესებულია ეხლა ვინ იქნება ახალი პატრიარქი. ხო და ცხადია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ხედვა, თავისი აზრი, ზოგს არა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინტერესი არის, მაღალი ინტერესია საზოგადოებრივი. ხო, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოებას ხო არ მიემართება, არა მეუფევეს განცხადებები მიემართება მათ, ვისაც აქვს ალბათ გავლენის, მოხდენის რესურსი. ისინიც ხო საზოგადოების წევრები არიან და რა არის იმაში გასაკვირი, რომ მათ კონდეთ თავიანთი დაინტერესება და ვინ შეიძლება მოვიაზროთ? მე მაგალითად შეუძლებელია ხომ? რაღაც ტიპის გავლენის მოხდენის საშუალება მქონდეს, თქვენ და ყველაზე დიდი საშუალება გავლენის ირჩევს. პერსონალურად ერთ მოქალაქეს გულისხმობ ამ შემთხვევაში ანახალაის. არა, ანახალაია თქვენ ისეთი სერიოზული საქმე გაბარიათ და ისეთ სერიოზულ განცხადებებს აკეთებთ ტელევიზორში და ისე მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე, რომ თქვენ დიდი გავლენა გაქვთ ძალიან. ასე რომ თქვენ ესე თუ შეიძლება თავს ნუ დაიმცრობთ ესე. და თქვენ შეგიძლიათ რომ ამოირჩიოთ მაგალითად თქვენი კანდიდატი და ფარულად თუ აშკარად მოახდინოთ საზოგადოებაზე, ესეთი შეთავაზება. ანუ ყველას ვისაც რა შეუძლია, ყველა იმას. მაგრამ სინოდი ირჩევს პატრიარქს, ეს ხომ არ არის სახალხო არჩევანი? არა, ეთქობა კარგად არის დებულებით. მე დებულების მიხედვით წმინდა წევრებმა უნდა ირჩევს. არა, დებულებაში ესეა, რომ შესთავაზებს გაერთე გაფართოებულ კრებას. ეს გაფართოებული კრება რას ნიშნავს? იქ მონაწილეობენ სასულიერო პირები, მღვდლები და ერის ადამიანები. ეს ერის ადამიანები ვინ არიან? და რა ნიშნით იქნებიან შერჩეულები. ასე რომ მაინც, ეხა ასე თუ ისე პრინციპი ეს არის არჩევითობის და სხვათა შორის ჩვენთან კი არა მარტო. მთელ მსოფლიოში ესეა მართლმადიდებელ ეკლესიებში კრებითობა, ესე იგი და ყოველთვის გაფართოებული კრება ირჩევს. და ამ გაფართოებულ კრებაზე ხა ეს არ და ერის ადამიანები რომ მოხდებიან, ვინ იქნებიან ესენი თუ რაღაც. ხო, მაინც ესე იგი ასე თუ ისე ესე რომ თქვა ხალხი ირჩევს, რაც ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. ხანდახან არავითარი კრება ხდებოდა ხოლმე და პირდაპირ აი ერი რაღაცა შეიკრიბებოდა ხალხი და იქ ვინც დადგინდებოდა ის ხდებოდა პატრიარქი. ესე ხდებოდა ხოლმე. ასე რომ ამაში არა ბუნებრივი არაფერი არ არის. და თუ ესე იგი ესეა და თუ ხელისუფლება იქნება ეს მაგალითად თქვენ მასმედია თქვენ გაქვთ თქვენი რესურსები, რომ საზოგადოებაზე მოახდინოთ რაღაცა. ბატონო, მე ვიცი. თქვენ არა მარტო ხელისუფლებას აქვს თავისი ბერკეტები და უნდა ჩაერიოს ეს ბერკეტები, უნდა გამოიყენოს. ისინი ხო წესი ქვეყნის წევრები არიან და ეკლესიის წევრებიც ბევრი მათგანი, ხო? და მათ თავიანთი რაღაცა ლეგიტიმური რესურსი ამისი. ეხლა ესე ჩაერიოს რას როგორ უნდა ჩაერიოს ამომი? არ ვიცი ამას ვკითხულობ. მეც არ ვიცი. როგორ უნდა ჩაერიოს, მაგალითად როგორ? არ ვიცი ზეგავლენის აი თუ ეს იქნება უზნეო მეთოდები, მაგალითად რა თქმა უნდა არ უნდა. აი ზნეობრივი მეთოდი, რომელი მიგაჩნიათ ხელისუფლების ჩარევის. იცით რა ხელისუფლება ხელა რესურსი აქვს რომ აი როგორც კი გამოთქვამს რა. ზოგადად სწორად მიგაჩნიათ ხელისუფლება რომ ჩაერიოს ამ პროცესში. იცით რა, სწორად მიმაჩნია თუ არ მიმაჩნია ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ისტორიულად ესე იყო ყოველთვის. კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული, რომელმაც პირველად გამოაცხადა ეკლესია და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ეს იყო მე-4 საუკუნის დასაწყისში. ამის შემდეგ ყოველთვის ყველა ქვეყანაში, ყველა ხელისუფლება ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ რომის ეკლესიამ საერთოდ სახელმწიფო შექმნა, ხო, ვატიკანი. ანუ ძალიან რთული საკითხია. ეს არის პაპო ცეზარიზმი თუ ცეზარო პაპიზმი. ძალიან რთული. მაგრამ ხელისუფლებას რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადავირჩიოთ, რატომ უნდა ჩავრიო? გადაირჩიოთ ახალ საერთო და იმას რატომ უნდა ჩავრიო ხელისუფლება ზოგადად პატრიარქის არჩევის? თამას ან მე ვიმკითხავს ხელისუფლებას რა რესურსიც აქვს გამოიყენებს. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ. და რაღაც უნდა უყუროთ ამას როგორც არსებულ რეალობას. რა გავაკეთოთ? და თუ არანაირი პრობლემა არ არის რომ ჩაერიონ და რაღაც ტიპის ჩაერიონ რას ნიშნავს როგორც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორ უნდა ჩაერიონ თუ ისინი თავიანთ აზრს გამოხატავენ თავიანთ ხარდაჭერას გამოუცხადებენ ისინიც ვინ არიან ნუ ხელისუფლებას ერთი რამე ხო არ არის ხო სხვადასხვა ადამიანებისგან შედგება თუ ერთია არ ვიცი ეგეც მითხარით თქვენ თუ ერთ ადამიანზეა ლაპარაკი რომელიც თავის იმას განახორციელებს ვერ გეტყვით. თქვენ თუ როგორ გამოიყურება დღევანდელი ხელისუფლება ერთ ადამიანის ნებას რომ განასახიერებს ისე თუ? ერთი ადამიანის რა თქმა უნდა. მე ესე ვფიქრობ. ვისია?
პარე ბოლომდე გწფელები ვიყოთ. თქვენ ბრძანეთ. კარგით. მე ვიტყვი და თქვენ დამეთანხმეთ. არა, კი ბატონო, აი თქვენვე დამეთანხმეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისე გამოიყურება, რომ ერთი ადამიანის ნებასურვილს გამოხატავსო და იმ ერთი ადამიანის, რომელიც სახელდა გვარის ბიძინა ივანიშვილი, არც ერთი არ ვართ მე უფეო მიამიტები. რატომ უნდა ვიყოთ, რატომ უნდა მიესალმებოდეთ, რომ აი ამ ერთ ადამიანსაც ჰქონდეს რაღაც ტიპის გავლენის საშუალება. ძალიან უბრალო მიზეზის გამო. ქვეყანამ გააკეთა ეს არჩევანი თავის დროზე, მერე გაიმეორა ეს არჩევანი რამდენჯერმე ხო სხვადასხვა იმაში და ესე იგი ქვეყნის უმრავლესობის ნებაა, რომ ეს ხელისუფლება იყოს დღეს რომელიც არის. ხალხის ნებაა, ხო ესე არ არის? თუ არ არის ესე ძალიან ცუდი, მაგრამ ესე ხო უნდა იყოს. აი ასე იცით რა ზოგადად მე ხა რაღაცა კონკრეტულ მინიშნებებს არ ვაკეთებ არაფერზე რა. ესე იგი ეს რაღაცნაირად არსებული რეალობაა. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ამ არსებულ რეალობაში როგორ გავითვალისწინოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. აბა რაც მე მინდა გითხრათ თქვენს და ყველა ადამიანს და ყველას ვისაც უნდა ჩაერიოს თუ არ ჩაერიოს, ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს რომ წმინდა სინოდი თქვენ დაასახელეთ რამდენი ეპისკოპოსი ბრძანეთ 39 ხო? ხო და აი ერთი ადამიანი კი არა, ერთი პერსონა ესე რომ ვთქვათ არ დაასახელეთ თქვენ, რომელიც სულ არის ეკლესიაში, ეს არის სული წმინდა. ასე 39 კი არა 40-ია, ოღონდ ის მე-40-ია ყველაფერს ერთად უდრის. მე ღრმად ვწამს ამას. კი ბატონო. მე ღრმად ვწამს ამისი რომ თუ რაღაცა მოხდა არასწორი, საერთოდ ცუდი რამე თუ მოხდა, ესე რომ ვთქვათ რა, არის ზოგადად. ესე იგი ერთმანეთს ჩვენ დაგვსაჯა რაღაცით. მაგრამ მე მჯერა რომ ასეთი პატრიარქის შემდეგ ჯერა რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი თუ გამოგვიგზავნა, მის შემდეგ ღმერთი არ მიატოვებს არც ეკლესიას, არც ქვეყანას, ამიტომ მე მშვიდად ვარ განწყობილი და ველოდები სულიწმინდის ჩარევას ამ საქმეში. აი ეს არის. მეუფე ნიკოლას, რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დაასახელა მის მოსაყდრედ ფეშიო მუჯირი, შეიძლება ის ვთქვათ, რომ მისთვის უპირატესობაა? რომ გახდეს შემდეგი პატრიარქი? რომ მისი ნება თუ არა, რომ არა, არის თუ არა ეს უპირატესობა? დიახ, შეოს. იცით რა, ორნაირი პასუხი აქვს მაგას. ერთი ესე იგი ლიტერატურული თუ ემოციური პასუხი, რა თქმა უნდა, კი. მაგრამ კანონიკურად პატრიარქმა, როდესაც მეუფეშიო დანიშნა მოსაყდრად, ეს იმას ნიშნავს, რომ დაინიშნა თავისთვის დამხმარე ოფიციალურ შეხვედრებში ან რაღაც ნაწილი, ესე იგი პასუხისგებლობების დააკისრა მას. აუცილებლად ვიღაცა უნდა ყოფილიყო. იყო კიდევაც მანამდე კორეპისკოპოსები იყო და ამ კორეპისკოპოსებს შორის გამოარჩია ერთი, რომელსაც შესაბამისი დავალებები მიეცა. რაც შეეხება, ესე იგი კანონიკურად პატრიარქის ნებას, რომ ვინ უნდა იყოს შემდეგი პატრიარქი, არასოდეს არსად არ უთქვამს და ვერც იტყო და არ იტყო და იმიტომ პატრიარქს ანდერძი არ არსებობს. არა, მომისმინეთ, არ შეიძლება რომ პატრიარქმა დაასახელოს შემდეგი პატრიარქი ვინ იქნება. იყო ისტორიულად ესეთ შემთხვევები, როგორ არ იყო. ოღონდ ეს იყო როგორ იცით? ეს იყო წინასწარმეტყველება. მაგალითად ალექსანდრიის ეკლესიაში იყო ესეთი წინასწარმეტყველება, როდესაც ალექსანდრიის პატრიარქმა ეს მე-4 საუკუნეში ხდება, თქვა რომ აი ჩემ შემდეგ ეს იქნება და ამის შემდეგ ის იქნება. დაასახელა ეს სახელები. ოღონდ მას გამოცხადება ჰქონდა და სულიწმინდის კარნახით და უფლის ბრძანებით გააკეთა ეს. ჩვენ პატრიარქს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია და მე 40 წელი მაქვს მის გვერდით გატარებული. არასოდეს არ უთქვამს, რომ მის შემდეგ პატრიარქი უნდა იყოს ვიღაც. არც ერთ ადამიანზე. ასე რომ, იმიტომ რომ მას არ აქვს ეს მინიჭებული ღვთისაგარო წმინდა სინოდის კრებაზე, მან დაასახელოს კანდიდატი ან სიცოცხლეში ან გარდაცვალების მერე რამენაირი. ასე რომ ეს არის მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშვნა მეუფეშიოსი და უფრო მეც გეტყვით კიდე. მან კი დაინიშნა თავისთვის როგორც მოსაყდრე, მაგრამ პირველივე სინოდის კრებაზე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ წმინდა სინოდმა დავამტკიცეთ იგი მოსაყდრეთ. ჩვენ შეგვეძლო სხვა მოსაყდრეებაში. ხო, ასე რომ ეს ესეთი არა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს დიდი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მეუფეშიოს. ესეც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მეუფეშიო ერთ-ერთი კანდიდატია თუ მას იცით რა, მე ხა ესე ზუსტად ვერ გიტყვით, მაგრამ მე მგონი ავტომატურად ნიშნავს. მას აქვს უფლება, რომ დაუშვათ უარი თქვას თუ არ უნდა? არა, მაგის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ისე ერთ-ერთი კანდიდატი ამ სამიდან უნდა იყოს მეუფეშიო. კი ბატონო, მეუფე ნიკოლოს, თქვენ სხვათა შორის ყველაფრით ერგებით იმას, რომ იყოთ პატრიარქობის კანდიდატი და ხომ არ ფიქრობთ თქვენს კანდიდატურაზეც? ესე იგი, ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში, ეკლესიის უახლეს ისტორიაში მაგალითი. ეს იყო ყოლა დუწმინდესი დიმიტრიოსი, ეხლა არის ბარტლომეოსი, მსოფლიო პატრიარქი. მანამდე იყო დიმიტრიოსი. აი დიმიტრიოსი გამოირჩიეს რაღაცნაირად დიმიტრიოსი იყო ყველა ეპისკოპოსის შორის უმრწემესი ქვია, ანუ ყველაზე დაბლა დგომი.
აი რაღაცნაირად ისე მოხდა რომ დიმიტრიოსი არჩიეს. იმიტომ რომ ისინიც იყვნენ იქ ბევრად უფრო ხანდაზმულებით, ბევრად უფრო მაღალი იერარქიული საფეხურზე ყოფილი, მაგრამ დიმიტრიოსი გამოირჩიეს. ამას ვერავინ ვერ იტყვის. ყველა შეიძლება იყოს და რა. მაგრამ თქვენი კანდიდატურა ხო თქვენ უნდა წამოაყენოთ. იცით რა, დებულების მიხედვით მე შემიძლია რომ წამოვაყენო და სხვამაც გაგიწიოთ რეკომენდაცია. ხომ შემიძლია წამოვაყენოს, ოღონდ რა ვიცი ხა კიდე. თქვენ გაქვთ ისე ამის სურვილი? ესე იგი ამ ნაწილს რო გავცეთ პასუხი. ესე იგი რასაც გეტყვით, ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება მეზღაპრე გეგონოთ, მაგრამ მე წმინდანების ცხოვრებაზე მუშაობ და იტალიის რამდენიმე ქალაქში იყო ესეთ შემთხვევა, ვერონაში, კაპუაში მაგალითად, როდესაც ყოველ ახალ პატრიარქს გამოირჩევდა ხოლმე სულიწმინდა როგორც ის ტრედი მოფრინდებოდა და თავზე დააფრინდებოდა ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ ერის ადამიანი იყო. ესეთი რამე ხდებოდა. და გამოირჩევდნენ ხოლმე ის ეპისკოპოსად, რომელიც მე მრავალი წელი იყო ხოლმე და ასე რომ აქ არ შეიძლება ადამიანური, რა ვიცი, რაიმე ესეთი მყარი მოსაზრების გამოთქმა და ამიტომ მე ვერც ჩემ თავზე ვერ გეტყვით. არ ვიცი რა მოხდება და როგორ იქნება. ტრედს ელოდებით? რა თქმა უნდა, ველოდები. აბა მაგის გარეშე როგორ იქნება? ოღონდ იქ ხილული ტრედი იყო ის. თუმცა ტრედი სულიწმინდის ტრედი თქვენ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? სულიწმინდის კარნახით რაღაცა შეიძლება ესეთი მოხდეს, აი ბულგარეთში. შეიძლება გაიღვიძოთ და ბულგარეთში მოხდა. ეხლა ეს ახალ-ახალ იყო არჩევნები და იყო დიდი კამათი კანდიდატებზე და რაღაცა და ისე მოხდა, რაღაც ისე აეწყო საქმე, რომ ესეთი პატრიარქი გამოირჩა. ეს ყოველ შემთხვევაში არ გამორიცხავთ, ან კატეგორიულ უარს არ ვინ გამორიცხავს ამ კატეგორიულ უარს არ მეუბნებით. ვერავინ ვინ გამორიცხავს, რა ვიცი. შეიძლება ვიღაცამ რაღაცნაირად თქვას, მაგრამ ისე მე ფიქრობ ესეთ რამეს, რომ ამ საკითხზე ნებისმიერი აზრის გამოთქმა აზიანებს საქმეს რა. იმიტომ რომ ეს უნდა გამოითქვას მაშინ, როცა უნდა გამოითქვას. ანუ სინოდის კრებას, ეს მოსაზრებები. კი ბატონო, მე უფრო ასევე მინდა გკითხოთ, აი მე გადაცემის ტექსტშიც ვახსენე, რომ პატრიარქ შემდეგ ახალ პატრიარქთან დაკავშირებით საუბარი მიიღო, ჯერ კიდევ წლების წინ და ეს გავიგეთ ჩვენ სუსიდან გამოჟონილი იმ კრებსებიდან, რომელიც მე გთხოვთ რომ არ მიხსენოთ სუსის ფაილები, იმიტომ რომ ეს მე ერთადერთ რამეს გეტყვით, როდესაც სანამ გამოქვეყნდებოდა, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, წერილი გამოქვეყნდა, ვიღაცა აიღო თავის თავზე რომ მე ვაქვეყნებ ამას და რაღაც ესეთი ანონიმური წერილი იყო. და იქ ესეთი რამე ეწერა რომ ჩვენ გისმენთ, ჩვენ ესე იგი ამას ყველაფერს ვაქვეყნებთ და ვიგონებთ თქვენ შესახებ. ეხლა შენ გაიგე სად არის იქ გამოგონილი და ისა და ამიტომ ეს გარდა იმისა რომ კიდევ ძალიან დიდი ბოდიში ამ სუსის თანამშრომლებთან, მაგრამ ის იმ ფაილებში ესე იგი მომსმენი იმდენად დაბალი განვითარების იყო რომ ვერ გებულობდა ლაპარაკის შინაარს და ამას წერდა და ეს გამოქვეყნდა და მე ესე იგი მაშინვე გამოვეცე. სუსი ვინ არის? სახელმწიფო ხო არის? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო? სახელმწიფო რომ გისმენთ, ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა, ნორმალურია. ყველა ქვეყანაში ესეა და ეს ყველა მიცის. თქვენ არა ნორმალური არის ამისი გამოქვეყნება. თორე ისე ამას წინათ გერმანიაში იყო ძალიან სერიოზული კამათი, რომ ამ სუსის ჩანაწერები შეინახონ 3 თვე. ან თქვენ უკანონო ფარული მიყურადება, ჩვენ კანონში გვიწერია, რომ ეს არის უკანონო ფარული მიყურადება, ეს უკანონო ვინ აწესებს, რომ უკანონოა, თუ სახელმწიფო ღებულობს ამ გადაწყვეტილებას? კანონი, იცით, იმისთვის რომ თქვენ მოგისმინოთ, თუნდა ამის საჭიროა სასამართლოს განჩინება მეუფეო. სასამართლოც? თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ მომისმინეთ, გერმანიაში იყო კამათით, ჩემი თვალით წავიკითხე, რომ 3 თვე შეინახონ ეს ჩანაწერები, თუ 6 თვე და ხალხი იყო აღშფოთებული, როგორ შეიძლება 6 თვე შეინახონ და 3 თვე შეიძლება შეინახონ. ანუ ეს რომ ისმენს ყველა და დღეს ისეთივე ხა კი შეიძლება უკანონოს თქვენ ბრძანებ და გეთანხმებით, მაგრამ მე შემიძლია, თქვენ შეგიძლიათ დღეს ისე არ განვითარებული ეს ტექნოლოგიები, რომ თქვენ შეგიძლიათ აგერ ჯიბეში ჩაიდოთ რაღაც პატარა აპარატი და მოусმინოთ ყველას და ყველაფერს. ეს უკანონოა, ეს შესაძლებლობებზე აღარ არის. მაგრამ ამ მოსმენაზე ბევრად უფრო უკანონოა, თუ მოსმენა უკანონოა, ამისი გამოქვეყნება არის. კი ბატონო, სად არის ამის გამოქვეყნებელი? ამის გამოქვეყნებელი იქ წერია, რომ ჯოჯოხეთში გელოდებითო რა. ესე წერია იქ. რატომ არ შევიდა სახელმწიფოს ინტერესში მეუფეო, რომ აი ამის გამოქვეყნებელი, როგორც თქვენ ამბობთ, დასჯილიყო და გამოვლენილი იყო, იმიტომ რომ მოდი გულწრფელად ვთქვათ, ამ კრებსებმა ეს არ არის შეკითხვა, რასაც თქვენ მეუბნებით, ეს არის რიტორიკული კითხვა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს არის არასწორი და ეს არის დანაშაული, რომ აქამდე არ გამოიძიეს და აქამდე ეს და მე ამაში ვერაფერს ვერ გეტყვით. მე უბრალოდ გამოვაცხადე მაშინ ჯერ კიდევ და ეხაც ვიმეორებ ამას. რომ ეს არის ძალიან ძიმე დანაშაული ერის წინაშე ამის გამოქვეყნება
ძალიან ძიმე ვინ დანაშაული. აგო პასუხი? პასუხისგებლობა ვინ აიღო? იმიტომ რომ ამან ხო ძალიან დააზიანა ეკლესია. იცით ვინ აიღო პასუხისგებლობა? ვისაც ეს უნდა აღეკვეთა და არ აღკვეთა. ვინ არის? ვისაც უნდა აღეკვეთა. ვინ? რა ვიცი მე ვინ თქვენ თქვით. რა ვიცი. ვინ გამოაქვეყნა და ვინ არ შეუშალა ხელი ამის გამოქვეყნებას. ჩემი პასუხია ხელისუფლება. თქვენი რა პასუხი გაქვთ? ბუნებრივია. ანუ თქვენც იგივე პასუხი. ეთანხმებით. და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს მე მაგასთან დაკავშირებით. თქვენ რატო გქონდათ ჟურნალისტებს წვდომა ამ ფაილებზე? და უბრალოდ მოკვდავებს არ ქონდა და მე მაგალითად ბევრჯერ ვიკითხე რომ როგორ შეიძლება ჩემი თვალებს ნახო ეს ფაილები და მივიღე პასუხი რომ ჩვენ ესე იგი რომ მივიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებისგან. გითხრეს რომ ამის უფლება მარტო თქვენ ეკო და სხვას არ უნდა უთხრათ ეს. და მე დღემდე არ მაქვს რეალური წვდომა ამ ფაილებთან, აგესმით? არც მაინტერესებს, არც წავიკითხავ, მაგრამ ისე ხო, მაგრამ ის რომ არავინ არ დასჯილა და პასუხი არავის არ უგია მეუფე ნიკოლოზ, არ გეუბნებათ იმას, რომ ესე იგი ეს არ ყოფილა ხელისუფლების ინტერესში, რომ ვინმე დაესაჯა, ან გამოევლინათ მე მაგდენს არ ვფიქრობ, მე ერთადერთი სრულ უარყოფას ვამბობ და არავითარ შემთხვევაში არავითარ კომენტარს ამ ფაილებზე არ ეხი გამომივიდა თითქოს კომენტარი, მაგრამ არ გავაკეთებ და მით უმეტეს იქ ნათქვამ არავითარი მე მაშინაც ვთქვი და ეხა კიდე ერთხელ ეს არის შხამი რომელიც ჩვენ დაგვიდეს წინ და როგორც კი ამ შხამს შევეხებით მოვიწამლებით. არ შეიძლება ამ სუსის ფაილებზე არავითარი რეაგირების გაკეთება. უნდა გააკეთოს სახელმწიფომ თუნდა თუ არა და შემდეგი სახელმწიფო და შემდეგი მმართველობა აუცილებლად ამაზე გააკეთებს კომენტარს, აუცილებლად, ვინც მერე იქნება თუ იქნება საერთოდ. ხო და ნახეთ მე სხვა კითხვა მაქვს მე უფრო მკაცრი რეაგირება რატო არ ქონდა თქო საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით? საპატრიარქოს? აი ალბათ ამიტომ, ესე იგი. ალბათ ამიტომ. რომელსაც ხელისუფლებაზე მეტი ავტორიტეტი აქვს, პერსონალურად პატრიარქსაც ხელისუფლებაზე მეტი ავტორიტეტიც ჰქონდა, რეიტინგიც ჰქონდა. სხვა რამეზეა დამყარებული და სახელმწიფოსი სხვა რამეზე და ჩვენ ესე იგი ავტორიტეტი იცით რატო ვამბობ? აი დავაზუსტებ რატო ვამბობ? მე გუშინაც საუბრობდი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს ეთერში და რამდენიმე ფაქტი გავიხსენე. ესე ვთქვათ, კარგ კონტექსტში ქართულ ეკლესიას, როცა სჭირდებოდა ეს არის საზოგადოებას თუ საქმეს, ყოველთვის ახასიათებდა ხოლმე ესე ვთქვათ ხასიათის გამოვლენა პოზიტიურ კონტექსტში. მაგალითად გუშინ ვიხსენებდი მარიხუანის კულტივაციის საკითხს, რომელიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო და უკან დაახევინეთ ხელისუფლებას. იყო კოვიდის პერიოდში ერთი კოვზით ზიარების საკითხი და აქაც ძალიან პრინციპული იყო ქართული ეკლესია და მოხდა მაინც ერთი კოვზით ზიარება, დისტანციის დაცვით მრევლი მაინც იდგა ლიტურგიას ესწრებოდა ხო ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიას და აი ამ შემთხვევაში, როდესაც არ ვიცი, მაღალი იერარქების პირადი ცხოვრება იქნება თუ სატელეფონო საუბრები და ასე შემდეგ ხდება საჯარო, ამაზე რატო არ ქონდათ შესაბამისი რეაგირება, როცა ქონდათ ამის რესურსი, კიდევ ერთხელ ვამბობ, გავლენითაც, ავტორიტეტითაც, რეიტინგითაც. როცა საკითხი იყო გადასაწყვეტი ეს მარიხუანა იქნებოდა თუ რამე ნებისმიერი ხო? ჩვენი აზრი გამოვთქვით, ხალხმა მხარი დაგვიჭირა და ასეთნაირად მოხდა, ესე იგი ეს რასაც თქვენ ბრძანებთ ამ ჩვენი გავლენის თუ ამ ჩვენი აზრის გამოხატულება. როდესაც ეს ფაქტი ესეც თქვა. არა, როგორც ეს ფაქტი როდესაც მოხდა ესეთი უმსგავსობა, ხო? აი ჩვენ რა უნდა გვექნა, რომ გვეთქვა, რომ ჩვენ თქვით შესაბამისი განცხადება გავაკეთეთ, მაგრამ ერთი განცხადებით შემოიფარგლეთ. არა, ერთით არა, ბევრი განცხადება იყო ამაზე. ოფიციალური განცხადება იყო, წავუკითხეთ. ეს საპატრიარქოს განცხადება იყო, ესეთი უშუალო საპატრიარქოსა, ჩვენ ყველამ გამოვთქვი ჩვენი აზრი და მათ შორის მეც ბევრჯერ გამოვთქვი ეს ჩემი. აი, ვინმე ხელისუფლების წარმომადგენელთან გისაუბრიათ, მაგალითად ამ საკითხზე. რა აზრი აქვს ჩემს საუბარს ხელისუფლების წარმომადგენელთან? რატომ არა აქვს აზრი? აი, ვისთან უნდა ვისაუბრო? მაგალითად, ეხლა პრემიერ-მინისტრს შეხვდა და უთხრა, რომ ჩემი დამოკიდებულება არის ნეგატიური, მე ეს გამოვთქვი. მე ეს გამოვთქვი ეს აზრი და ნუ სხვა რა შემილია, რა რესურსი მაქვს ეხლა მე რომ აიძულო ვიღაცა რომ თავის ჩასვას ციხეში თუ რა უნდა ქნას, აი ვერ გავიგე. მე ვთქვი, იცით ეგ თავის დროზეც, რომ აი თუ ეს ერთ პიროვნებაზე არის, ესე იგი მოვახდენთ ამის ერთ პიროვნებაზე პასუხისგებლობის დაკისრებას, ვინმეზე, ვინც ეს გააკეთა, იმას აუცილებლად სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნის, ესე იგი თავისუფლების აკვეთა. იმიტომ რომ ჩვენთან სიკვდილი დაჯდა არ არის ამ ქვეყანაში. და სიკვდილი დაჯდაც ამას არაფერს არ უშველებს. ისიც არ არის. მე ვფიქრობ, რა გასღვევთ, რომ როცა არ ვიცი, დასჭირდებათ, ვინც არის ამის შემოქმედი, კიდევ გაავრცელებს ამ ფაილებს და შეიძლება იმაზე უფრო ცუდი შინაარსი იყოს, ვიდრე ეს იმ დოკუმენტებში. ეხლა ჩემი პასუხი თქვენ არ მოგეწონებათ. აბა.
თქვენ გვაზღვევთ ამისგან, იმიტომ რომ თქვენ ბევრი ცილის წამება გქონდათ პირადადზე არ გეუნებით, რა თქმა უნდა. მაგრამ მასმედიას ეკლესიის მიმართ გქონდა ძალიან ბევრი ცილის წამება და ამან გეტყვით და ამან გამოიწვია გარკვეული ესე იგი საზოგადოებაში იმუნიტეტი ამის მიმართ. ეს გვასწრებს რა. გასაგებია, მე ვთქვი რომ ამ ფაილებს და ამ შინაარს არ უნდა გაეკაროს ადამიანი ამ ინფორმაციას. მაგრამ მარტო ამას კი არა, ნებისმიერი ტიპის ცილის წამებას, ანუ ბრალდების წაყენებას მის გარეშე, რა ქვია, დასაბუთების გარეშე, რაც ბევრჯერ ყოფილა ტელევიზიის და მასმედიის ესე იგი მხრიდან. თქვენ ასე წახით ცილის წამებას ვერ დაუსაბუთებელ ბრალდებას. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მე წყაროს ვერ დავასახელებ, მე ესეთ ინფორმაცია მაქვს და აი მე ამ ინფორმაციას უკეთებ ტირაჟირებას. ჟურნალისტის პროფესია შეიცავს წყაროზე დაყრდნობით, თუმცა არგუმენტირებულად მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია. ეს ხომ არ არის რაღაც გამოძიება, იმიტომ არსებობს, რომ თქვენ რაღაცას ადამიანზე იტყვით, ვინმეზე, ის მე გინდა თუ არ გინდა მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე რა. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცილის წამება, რაც არსებობდა აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით. ეს იყო ცილის წამება პატრიარქს, რომელსაც მასმედია უკეთებდა ტირაჟირებას. საათობით იყო ამას ლაპარაკი. ხო და ამას რა იშველება? თუმცა ეს ეკლესიის წიაღიდან წამოვიდა და ეს კიდევ სხვა პრობლემაზე მივიდა. საიდან წამოვიდა არ ვიცი, მაგრამ თქვენ აკეთებთ ამის ტირაჟირებას. მე ვფენიკოვოს. ჩვენ ვაშუქებთ. ხო და ტირაჟირებას აკეთებთ. ტირაჟირება ეს გაშუქებაა, თქვენ ამას თუ გინდა ტირაჟირება დაუძახეთ. არ შევიმჩნიოთ თან საზოგადოებამ, რომელსაც მათ შორის მაშინ მოქმედი წევრები აკეთებდნენ. კი, ქუთაში დაყვირებული, გაიგო მარტო იმ ადამიანებმა, ვინც იქ იყვნენ და ეს მერე თქვენ ამის ტირაჟირება გააკეთეთ და მთელმა ქვეყანამ იცის რა ტიპის ცილის წამება იყო, რაც მინდა გითხრათ, რომ მისი სიცოცხლის ძალიან დიდი ესე იგი დრო წაიღო რა და დიდხანს სიცოცხლებდა კიდევ უფრო ეს ამბები რო არ ყოფილიყო რა. კი ბატონო, კაც მომავალი პატრიარქის თემას მინდა ისევ რომ დავუბრუნდეთ ბოლოსკენ მე უკვე. სიამოვნო საკითხია ეს, მაგრამ ნუ ყველამ ჩვენი პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ არ შეიძლება. კი ბატონო, არ ვიცი. მედიამ ვიღებ მე პირადად მე ვაშუქებდი იმ მოვლენებს მე უფეო. მე რო თქვენ პირადად რაიმე ის კონდეს თქვენს მიმართ არც გესტუმრებოდით გადაცემა შეგერთი და მეორე აუცილებლად გეტყოდით ამას, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ხართ და ამ საქმეს აკეთებთ ოღონდ. თქვენც უნდა რაღაცნაირად დაატანოთ ამას ის რომ აი რა შეიძლება ამას მოყვეს რა გესმით. კი ბატონო, თუმცა თავად ალბათ ეკლესიის შიგნიდანაც არ უნდა წამოვიდეს. არა, არ უნდა წამოვიდეს როგორ 12 მოციქულიდან ერთი იუდა იყო. რომელმაც გაყიდა ქრისტე, ხო, ესე არ იყო? ამაზე უკეთესი მამები ამბობენ ესეთ რამეს, რომ ამაზე უკეთესი საზოგადოება დედამიწაზე არც ყოფილა, არასოდეს არც იქნება ქრისტე და მისი 12 მოწაფე. და ახაც ერთი იყო იუდა. რა ვქნათ? იმანი კითხოს. წამის როლშია. კი ბატონო, თუმცა ყველას გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მეუფეოციანის სკანდალიდან და ეგ საიდან დაიწყო? ვაშუქებდით ამ საიდან დაიწყო ეგ ამ? შორს წაგვიყვან, მაგრამ ხო და მაგას ვიძახი. სახელმწიფომაც ისაუბრა ამაზე ხმა. ხო და magას ვიძახი ზუსტად რა. მაქინდან დაიწყო, ხო? და შესაბამისად მედიის ფუნქცია, დიდი ბოდიში და ერთ რამეს კიდე და რასაც ერთი წუთი კიდე ერთ შეკითხვას დაგისვათ. რომელი წელი იყო გახსოვთ ეგა? 2017 თუ არ და იცით ეს რას ნიშნავს? პატრიარქს 40 წლის იუბილეი უნდა აღნიშნულიყო იმ წელს. 2017 წელს იყო მისი 40 წლის იუბილე და აქედან დაიწყო შემდეგ ეს ამბები რა. ყველას დაავიწყდა ეს იუბილე და აი ხა მემზადებოდით 50 წლის იუბილესთვის და ხო ხედავთ რაც მოხდა. ძიმე ამბებია, ძიმე. კი ბატონო, თუმცა ყველას გვახსოვს მაშინ პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა ისა რა ქვია მეუფე ნიკოლოზ და თქვა რომ დიდი განსაცდელი ავირიდეთ თავიდან და იყო ასეთი განცხადებები. მე მეორე ზუსტად 24 საათის მერე ზუსტად იგივე ეთერში რა თქვა გახსოვთ? იმავე პრემიერმა? იმავე პრემიერმა 24 საათ შემდეგ იმავე ეთერში იმავე დროს. კი ბატონო, მაგრამ რა თქვა გახსოვთ? მე რას ვხვდები? გახსოვთ თუ არ გახსოვთ? არა, მე ერთადერთი არავითარ პრეტენზია არ მაქვს, ერთადერთი რაღაცას ვამბობ, რომ საღად უყუროთ მოვლენებს. კი ბატონო. გახსოვთ პრემიერმა რა თქვა მე 24 საათის მერე? თუ არ გახსოვთ? გეტყვით. გვარო მადლობა ღმერთს შევწყვეტ. ავირიდეთ ეს დიდი განსაცდელი. არა, აი ამის მერე თქვა რომ არ ყოფილა ეს განსაცდელი, თურმე პატრიარქს არ წამბავდნენ. კი ბატონო, შეცვალა. ო, ესეთი რამე თქვა და. კი ბატონო, რაც თქვა შეცვალა. ეხა ეს ხო ხედავთ, თქვენც არ გახსოვთ და ის კი გახსოვთ და ყველა ესეა ხალხი ესე რომ აი რაღაც დიდი განსაცდელი ავირიდეთ, არაფერი განსაცდელი არ აგვირიდები, არ ყოფილა ეგეთი. კი ბატონო. გასაგებია, თუმცა მე უფეო, არ ვიცი, ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ გავაშუქოთ.
იგი გეთანხმებით, ამაში ეკლესიის შიგნით თუ გარეთ და რასაც შესაბამისი მოვალეობა კიდე ხალხისათვის ძალიან ძნელია, რომ ზუსტად მივხვდეთ, ესე იგი თქვენი გაშუქებული რა არის რა. ესე იგი და ძალიან ძნელია. ეს უკვე საზოგადოების და მაყურებლის გადასაწყვეტია ხომ? კი და ძალიან სამწუხაროდ ყოველთვის ზუსტი ვერ არის ხოლმე. კი ბატონო და ისო პატრიარქის საკითხს მინდა რომ დავუბრუნდე. ძალიან შეგაწუხეთ მე მგონი ამ ზედმეტი შეკითხვებით ხო? არა, რას ბრძანებთ? მეტყობა რამე რომ შეწუხებული. არა, თქვენ არ გეტყობათ. არ პირიქით, მე ძალიან ბევრი პრეტენზია მომისმენია ზოგადად არა მარტო თქვენგან, სხვა მაღალი იერარქებისგან თუ სასულიერო პირების მხრიდან, არ ვიცი, შეიძლება ყოფილიყო მათ შორის ობიექტური, სუბიექტური, სამართლიანი თუ არა სამართლიანი, მაგრამ პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც ეხება რატომ არ უნდა გავაშუქოთ, როდესაც ამას ეუბნებით მედიას, არ ვიცი, მე ცოტა ის არ მგონია სამართლიანი იყოს, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ეს არის, ჩემი მოვალეობა ეს არის და ჩემი კოლეგების მოვალეობაც ეს არის. სხვა პრობლემებს მიუთითებს ვინ რას ამბობს. სახელმწიფო იქნება, სინოდის მოქმედი წევრი იქნება თუ ცალკეული სასულიერო პირები, რომლებიც იმ შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ, რაზეც თქვენ ეს წენა გაგვიზიარეთ, ხომ? ანუ რაღაც ჩვენ არავითარი პროვოცირება არ მოგვიხდენია უბრალოდ. თქვენ არ მოგვიხდენიათ პროვოცირება, მაგრამ მაინც. კი ბატონო, ამაზე ვთანხმდებით. აბა, რაზე ვერ შევთანხმდით, რომ უნდა გავაშუქოთ, ამაზე შევთანხმდით და ეცით რა, ერთადერთი რაღაცაა, მათ გეთანხმებით ყველაფერში, ერთადერთი რაღაცაა, რომ მაინც ძალიან სერიოზული პედალირება ხდებოდა რა. ერთ-ერთმა ეთერმა მაგალითად აი ეს ამბავს, ამის ამბის გაშუქებას პრაიმ ტაიმის 2 საათი დაუთმო. და 2 საათი ალაპარაკა ის ადამიანი, რომელიც ამ ცილის წამებას ავრცელებდა. ხო შეიძლება ეს 2 საათი არ ყოფილიყო, თქვათ რა. მაგალითად. კი ბატონო. კარგად ერკვევით სხვათა შორის. იგნებს გეტყობ. კარგი, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ მეუფე ნიკოლოზ ისევ კანდიდატებთან დაკავშირებით. მე თქვენზე გკითხეთ და არც კი მითხარით. ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ მე არ ვიცი თვითონ რა. თქვენი მხარდაჭერა ვის შეიძლება გქონდეს ამ პროცესში, ეს არის თქვენთვის უკვე გამოკვეთილი და უნდა დავუსრულოთ. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის გარემოებებს და რომც ყავდეს ესეთი რჩეული, მისი დასახელება დღეს ამ საქმეს დააზიანებს და ამიტომ ვერ ვამბობ, გისმით? კი არ გიმალავთ რამე. მესმის. აი რაღაც ეს არის. ისე უსაფრთხოების დროზე ადრე არ უნდა გამჟღავნდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო, დიდი მადლობა. გაიხარეთ. მადლობა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი.